აქ კითხვა იყო, რომ ის არის ახსენითო წინა იმაზე, რა ქვია, ლაივზე თუ ვორცდები ხუთშაბათს ადამიანმა დარეკა პენსიებთან დაკავშირებით და პენსიების საკითხი აუხსენიო და მე მაშინ შევპირდი, რომ ამ პენსიების საკითხს ადამიანს ავუხსნიდი და შემახსენა როჟჯერი, მადლობა როჟჯერი, გამარჯობა. საქმე რაშია მეგობრებო და იმ ქალბატონს პირადად მიმართავ, ვინც დარეკა და გაუკვირდა, როდესაც მე ვუთხარი, რომ აი თქვენო პენსიებზე არ ლაპარაკობთ თუ რაღაც ესეთი პრეტენზიით მოგმართა და მე ვუთხარი, რომ პენსიებზე ბევრს არაფერს ავლაპარაკობთ, იმიტომ რომ პენსიების გაუქმება გვინდა თქვა. და ზოგადად კი ნამდვილად გვინდა და უნდა რომ აგიხსნათ, რას ნიშნავს პენსიების გაუქმება. ზოგადად საქართველოში პენსია არ გვაქვს. საქართველოში ჩვენ გვაქვს სოციალური დახმარებები, იმიტომ რომ პენსია თავისი სიტყვებს ხომ მნიშვნელობა აქვს და სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა და შინაარსი. პენსია ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავისი შრომითი საქმიანობის დროს, როდესაც ის აქტიური იყო ეკონომიკურად, რაღაც ფული შეინახა და ეს ფული, რომელიც მან შეინახა მუშაობის პერიოდში, თავისი ფული, მე რაღაც დაინვესტირა სადღაც თუ ასე და შემდეგ რაღაც ქნა, როდესაც ის მიაღწევს გარკვეულ ასაკს, ამ ასაკის შემდეგ ეს ფული მას ნაწილ უკან უბრუნდება. ეს არის შინაარსი. მისი გადახდილი საკუთარი ფული, აი როგორც ეხლა რო გვაქვს ჩვენ, ეხლა რო დავიწყეთ რა ადამიანების გაძარცვა იმით, რა ქვია, სავალდებულო საპენსიო შენატანით თუ რაც დავარქვით, აი დაახლოებით ესეთი უნდა ყოფილიყო, რომ პენსია მართლა გვქონოდა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს იღებენ ასაკობრივ პენსიებს თუ რაღაცა პენსიებს, ისე იღებენ სოციალურ დახმარებას. ხო და ჩვენ თვლით, რომ თუ სოციალური დახმარება უნდა გაცეს ვიღაცამ, ეს სოციალური დახმარება ნიშნავს იმას, რომ დახმარებას უნდა საჭიროებდეს ადამიანი და დახმარებას ვინ ადამიანი საჭიროებს, ღარიბი ადამიანი საჭიროებს, ხო? ხო და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სინამდვილეში ეს არის ფულის ფლანგვა და მას შორის უსამართლობა, როდესაც მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე შეძლებული ასაკობრივი ჯგუფი ნებისმიერ საზოგადოებაში და უკვე საქართველოს სტატისტიკის კვლევებიც ადასტურებს ამას, არიან ასაკოვანი ადამიანები. ის კი არა, რომ ყველა ასაკოვანი ადამიანი ღარიბია, როგორც ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, აი პენსიონერებმა რა ვქნათ. არამედ ზოგადად რო წარმოიდგინოთ, პენსიონერების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს უფრო შეძლებულ ოჯახებში ქვეყანაში, ვიდრე ნაკლებად შეძლებულ და ღარიბ ოჯახებში. ღარიბ ოჯახებში უფრო ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს, ვიდრე საშუალო და მაღალი შეძლების ოჯახებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ თუ ამას ვაკეთებთ, ჩვენ ისეთი სქემა უნდა გქონდეს, რომელშიც ფული მივა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ამის გამო შემოგთავაზებთ, როდესაც წინა საარჩევნოდ მარტო ჩვენ ვაკეთებდით დაპირებებს მთელს ქვეყანაში, უნივერსალური ბაზისური შემოსავალი 500 ლარის ოდენობით თუ გახსოვთ. ეს ნიშნავდა, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს მიუხედავად ასაკისა, ჩვენ დღევანდელი ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობებით შეგვიძლია ეს ფული უკან დავუბრუნოთ ყოველთვიურად 500 ლარი. რაც გამოიწვევს იმას, რომ ეს რაღაცა თვალსაზრისით იმ პენსიების ჩამანაცვლებელიც არის, რომელსაც დღეს ასაკობრივ პენსიებს ვეძახით, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადასახადებს იხდიან უფრო მეც, ვიდრე ეს 500 ლარია, მათთვის არის საგადასახადო შეღავათი. იმ ადამიანები, ვინც შრომობენ, ფულს არ ართმევ, ხოლო ის ადამიანები, ვინც ბუნებრივად არ შრომობენ, ყოველგვარი ბიუროკრატიის და ადმინისტრირების გარეშე მიიღებდნენ თქვათ ამ 500 ლარს, როგორც ფულის ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებას და თვითონ მიხედავდნენ საკუთარ თავს. და ეს წარმოიდგინეთ, არა კონკრეტულ სიღარიბე ხო სინამდვილეში არა ინდივიდუალური ფენომენია, არამედ სიღარიბე არის ოჯახური ფენომენი. რო წარმოიდგინოთ, ხო შეუძლებელია, რომ მდიდარ ოჯახში ცხოვრობდეს ღარიბი ოჯახის წევრი. ძალიან სპეციფიური ფსიქოლოგიური პრობლემები თუ არ არის ამ ოჯახში, მდიდარ ოჯახში ღარიბი წევრი ხო ვერ იცხოვრებს, ისევე როგორც ღარიბ ოჯახში ვერ იცხოვრებს მდიდარი წევრი. თუ რაღაც გაბრაზებულები არიან და რავი, ძალდედანთილი ერთმანეთს არცემს რა და ის არ არის, რა ქვია. ხო, ძირითად შემთხვევებში ხო ასია. აქედან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც ოჯახში ცხოვრობს 5 ადამიანი ან 6 ადამიანი, აქედან 1 ან 2-ია პენსიონერი და დანარჩენი არ იღებს და თუ ეს ოჯახი ღარიბია, ამ 1 ადამიანის პენსია მთელს ოჯახს ხო ვერ უშველის,
ხო ჯობია რომ მაგალითად ყველა წევრმა ამ ღარიბი ოჯახის მიიღოს მაგალითად სახელმწიფოსგან 500 ლარი, ვიდრე მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ნორმა ადამიანმა მიიღოს. და აქედან გამომდინარე გგონია რომ აი ის პრობლემა რომლის გამოც რა თქმა უნდა როდესაც ადამიანი კითხულობს პენსია როგორი უნდა იყოსო, ის პენსიის რაღაც კონკრეტულ ციფრს კი არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს ღარიბ ადამიანებს დაეხმარებით თუ არაო. იმიტომ რომ მის თავში პენსიონერი სინონიმია ღარიბი ადამიანის. ესმით? ანუ აი ის ადამიანები რომ კითხულობენ პენსიაზე რაღაცას, ის ადამიანები ამბობენ რომ ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე საწყალი არის მოხუცებული ღარიბი ადამიანი. ხო და აი ამ მოხუცებული ღარიბი ადამიანის დახმარებაზეა კითხვა. ხო და მოხუცებულ ღარიბ ადამიანს საუკეთესოდ დაეხმარები თუ არა მარტო მას დაეხმარები, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც დაეხმარები. და აი ეს არის ჩვენი განსხვავება იმ ყველა დანარჩენთან, ვინც ზოგი 1000 ლარიან, ზოგი 1100 ლარიან პენსიებს აი ესე ისროდა, რომ ის თუ გაძლევს მაგალითად სიტყვაზე თუ ამბობს რომ და პირდება რომ შენ ეს პენსია კი არ დაგიმსახურებია, ისე როგორც არავის არ დაუმსახურებია, აი დამსახურება რასაც ნიშნავს, იმიტომ რომ ვიღაცამ დააგროვა თავისი კარიერის მანძილზე და ჩვენი პენსიონერების რაღაც ნაწილს უბრალოდ შანსიც არ ქონდა რომ თავისი შრომით დაეგროვებინა ეს ფული, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. ესმით საბჭოთა კავშირში სადაც აი ჩვენ რო გეუბნებით საკუთრების უფლება მთავარია მეთქი. ანუ მთავარი რატოა? იმიტომ რომ შენ შეგიძლია საკუთარ ცხოვრებაზე თვითონ იზრუნო და როდესაც საბჭოთა კავშირში ცხოვრობ, სადაც კომუნისტურ საზოგადოებაში ცხოვრობ, რომლიდანაც ფსიქოლოგიურად ეხლაც არ გამოსულვართ. როდესაც კომუნისტურ საზოგადოებაში ცხოვრობ, მაშინ უბრალოდ ინსტრუმენტიც კი არ გაგაჩნია იმისთვის, რომ საკუთარი თავის მომავალზე იზრუნო და ბოლომდე დამოკიდებული ხარ თავრობაზე. ანუ უბრალოდ თავისუფალი არ ხარ. ხო და ასეთი ადამიანები ყავს რა ჯერ კიდე ჩვენ საზოგადოების წევრები და ამ ადამიანებისთვის ისე როგორც ყველასთვის ყველაზე სამართლიანი გზა იყო ჩვენი აზრით ის რაც ჩვენ შემოგთავაზეთ, მაგრამ არავინ არ გამოჩნდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც ამ გზას გააკრიტიკებდა. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ რა რომ ეს ხო უბრალოდ ის არ არის რომ ჩვენ რაღაცა ეხლა მოვიგონეთ. აი ეხლა რაც მაგალითად ტექნოლოგიური განვითარება ხდება მსოფლიოში, მე რო ვიძახი რომ ცოტა ხანში მეთქი განათლების სისტემაც რადიკალურად შეიცვლება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები შემოდის, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ კვალიფიციურ მასწავლებელზე უკეთესად მოგამზადოთ და ცოტა ხანში ნებისმიერ ადამიანის არაკვალიფიციური სამუშაოს შემსრულებლად შეიძლება გამოდგეს რობოტი. ანუ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება დაიკარგოს და მთელ მსოფლიოში რაზეც ფიქრობენ იმაზე თუ რა უნდა უქნან იმ ადამიანებს, რომლისთვისაც ის ტრადიციული ფიზიკური თუ რაღაცა დაბალკვალიფიციური და უკვე მაღალკვალიფიციურიც სამუშაოები შეიძლება გაქრეს უბრალოდ. ხო და ამ იდეაზე უნივერსალურ ბაზისულ დახმარებას თუ შემოსავალზე მთელი მოსახლეობისთვის მარტო ჩვენ კი არ ვფიქრობთ, მთელი განვითარებული სამყარო ფიქრობს, იმიტომ რომ მათ ელოდებათ პირველ რიგში ამ ტექნოლოგიებით სამუშაო ადგილების განადგურება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვეულებრივ კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ როდესაც რაღაცა ინოვაცია იყო, იქ რაღაც სამრეწველო რევოლუცია, ინდუსტრიული რევოლუცია ხდებოდა თუ რაღაც ადამიანებს უეჩვენებოდათ, რომ ვაიმე ეს რა უბედურებაა, ჩვენ თუ არ გვექნება სამუშაო ქარხანაში ან ფაბრიკაში, რა გვეშველება და მოდი რაღაცა ისინი გავაფუჭოთ დაზგები და დანადგარები გავაფუჭოთ, ლუდისტები ერქვათ ამათ ბრიტანეთში. ანუ ამტროდნენ რა რომ სამუშაო არ დაეკარგათ იმის გამო, რომ ვიღაცამ გამოიგონა კარგი დაზგა, რომელიც 10 კაცის სამუშაოს აკეთებდა. და ის 10 კაცი რომ 10 კაცის სამუშაო რო არ დაკარგულიყო, ესენი აფუჭებდნენ დაზგებს. ჩვენ ესე ვერ გავაფუჭებთ ახლა ხელოვნური ინტელექტს. გუშინ წინ თუ რაღაცა დაანონს და ისე კითხვები, მაგრამ შეიძლება მაინც საინტერესო იყოს, რომ GPT-ს O3 ვერსია, რომელმაც იდეაში ადამიანი აი ესეთი ტესტები გაიარა, რომელსაც აქამდე ხელოვნური ინტელექტი ვერ გადადა და თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნის ადამიანს. ადამიანს ჯობნის PhD-ის ტესტები ჩააბარებინებს მათემატიკის ოლიმპიადის ტესტები, ანუ ყველაფერს რაღაც თვითონ ამ კომპანიის მთავარ პროგრამისტებზე უკეთესად და უფრო სწრაფად რაღაცას აპროგრამირებს.
ანუ ისეთ ტესტებს აკეთებს, რასაც აქამდე ხელოვნური ინტელექტი ვერ აკეთებდა. ანუ ჩვენს თვალწინ ანუ ხდება აი საოცარი ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც ადრე თუ გვიან თვითოეულ ჩვენგანს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში შეგვეხება. ეს საკუთარი შვილების აღზრდა იქნება, თუ საკუთარი სამუშაო ადგილი იქნება. ხო და ამას გიყვებით, თუ არ შეიძლება ამ პენსიებზე ესე ჩამოკიდება, ჩვენ უნდა გავიაზროთ, ჩვენ ხო სიტყვა იმებით ვაზროვნებთ, ემოციური სიტყვების მნიშვნელობებით ვაზროვნებთ. და ამის ნაცვლად რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ ამ სიტყვების და ცნებების შინაარსში გარკვევა და არ არის არაფერი საწყენი იმაში, რომ მე რო ვიძახი, რომ და ჩვენ რო ვიძახით, რომ პენსიები უნდა გააუქმდეს. პენსიები უნდა გააუქმდეს. იმიტომ რომ უსამართლობა საზოგადოებას ბეგრავდე და მე ამ დაბეგრილის დიდ ნაწილს აძლევდე იმ ხალხს, ვისაც ეს გამოართვი. წარმოიდგინეთ იმას მანქანის მოტორი რუსულად ვიტყვი ხალასტოიზე რომ მუშაობს გაგიგიათ ალბათ ხალასტოიზე ვამუშავებთ სისტემას ვამუშავებთ სისტემას იმისთვის რომ ვითომ რომ ეს სისტემა მუშაობს და ვითომ რომ რაღაც აკეთებს უამრავმა ბიუროკრატმა შუაში მიიღოს რა ვიცი სარგებელი ხო და ჩვენ რისთვის ვაკეთებთ ამას ბიუროკრატებმა რომ მიიღონ სარგებელი ამისთვის თუ იმისთვის რომ ვიღაც ადამიანს კონკრეტულს გამოადგეს. ხო და ეს საპენსიო სისტემა კაცის შულს არ ადგება. არის მხოლოდ წინა საარჩევნო მოსყიდვის ამბავი. მეტი არაფერი შინაარსი ამას არ გააჩნია. არანაირი ეკონომიკური მდგომარეობა საზოგადოებაში არ იცვლება ამის გამო. და რითიც იცვლება წაყან მოგეყევით, რაზეც უნდა ვიფიქროთ. ხო და ეგ არის და შინაარსი. აი მაგალითად, როდესაც შენ შინაარსი არ გაგაჩნია, ამერიკელებს ასე ელაპარაკები, რომ ეს ჩემი მოწინააღმდეგე არის, არ ვიცი, ველური, არის ის რა ქვია, პრორუსი, არის ეს და აი ეს გავაგდოთ და მე შენიანი ვიქნები. ხო და ამის ნაცვლად უბრალოდ იმ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენც ვხედავთ სამყაროს, ჩვენც ვხედავთ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გეოგრაფიულად სხვაგან ვიმყოფებით, ჩვენც გვაქვს შანსი, რომ დავინახოთ კაცობრიობა საერთოდ საით მიდის. და დღეს თუ არა ხვალ რა პრობლემები იქნება და არ დავრჩეთ სოფელში. ჩვენი თავად პრობლემა რომ სოფელში ვტოვებენ პოლიტიკის არარსებობის გამო. და ჩვენ გვინდა სოფლიდან ქალაქში წასვლა. ოღონდ ეს ფიზიკურად კი არ ხდება, მენტალურად ხდება. ხო. ეს იმაზე ავხსენი, რა ქვია, ხუთშაბათის ლაივის